ყველაზე გავრცელებული მითები საქალწულე აპკის შესახებ. საქალწულე აპკი სრულიად ფარავს ვაგინალურ შესასვლელს. რეალობაში აპკი არ არის სრული ბარიერი, ეს არის თხელი ქსოვილი, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ვაგინალურ შესასვლელს, აქვს პატარა ხვრელი, საიდანაც გამოიყოფა მენსტრუალური სისხლი. საქალწულე აპკი ყოველთვის იხება პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ. ზოგიერთი ქალის საქალწულე აპკი შეიძლება იყოს იმდენად ელასტიური, რომ არ ზიანდება რამდენიმე სქესობრივი აქტის შემდეგაც. საქალწულე აპკის დაზიანებას ყოველთვის თან ერთვის სისხლდენა და ტკივილი. ეს არის ინდივიდუალური და დამოკიდებული არის საქალწულე აპკის სტრუქტურაზე, მის სისქეზე, ელასტიურობაზე და რა თქმა უნდა სქესობრივი კონტაქტის ინტენსივობაზე. ტამპონის გამოყენება ყოველთვის იწვევს საქალწულე აპკის დაზიანებას. ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შესაძლებელია. თუ ქალს საქალწულე აპკი აქვს ნაკლებად ელასტიური და ძალიან თხელი, რა თქმა უნდა, ტამპონს შეუძლია დააზიანოს აპკი. საქალწულე აპკის ქონა ნიშნავს ქალიშვილობის მტკიცებულებას. საქალწულე აპკის არსებობა ან არ არსებობა არ არის ქალის სქესობრივი აქტივობის მაჩვენებელი, რადგან შესაძლებელია ქალს ჰქონდა დაზიანებული საქალწულე აპკი ბავშვობაში, გარკვეული სპორტული აქტივობების შემდეგ, ან შესაძლებელია ქალი იყო დაბადებული საქალწულე აპკის გარეშე. და ბოლო მითი, საქალწულე აპკის სრული აღდგენა შესაძლებელია ოპერაციული მეთოდით. არსებობს ოპერაცია, რომელსაც ქვია ჰიმენოპლასტიკა, მაგრამ ეს არ არის სრული აღდგენა. იკერება საქალწულე აპკის კედლების ნარჩენები. შედეგი არ არის ხანგრძლივი, ამიტომ ეს ოპერაცია კეთდება რამდენიმე დღით ან ერთი კვირით ადრე სქესობრივ აქტამდე.